თქვენ რა სიტყვით აი ამ თემაზე, მინდა რომ ბარემ ამით დავიწყოთ თქვენთან საუბარი, თქვენთვის რა კითხვებზე პასუხია საჭირო იმისთვის, რომ ეჭვები, რომელიც გამოითქვა პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომ შესაძლოა ეს არ იყოს მაინც და მაინც ჰუმანიტარული დახმარება, როგორადაც ამას წარმოაჩენს კომპანია თუ სახელმწიფო, არამედ მას ჰქონდეს სხვა მიზნები. თუ გაქვთ ეს ეჭვი? გამარჯობა, მადლობა მოწვევისათვის. ხო, როდესაც საუბრობთ რაიმე პროდუქციის შეტანაზე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უნდა დავსვათ რამდენიმე საკითხი და ეს ქმედება ემსახურება თუ არა რამდენიმე მიზანს, ხო? ძირითადად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ორი მიზანი. პირველი ეს არის იქ მაცხოვრებელი ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მეორე და რა თქმა უნდა გენერალური ეს ქმედება ემსახურება თუ არა საბოლოო მიზანს, რაც არის ქვეყნის დეოკუპაცია, ხო? ეს არის ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა, ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს და უნდა გვყავდეს ესეთი ხელისუფლება. პირველი, რასაც ჩვენ ვხედავთ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ეს არის მაგალითად გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც პრაქტიკულად ყოველდღიურ შევიწროებას გადიან იქაური დე-ფაქტო ხელისუფლებიდან, ხო? და ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ, რომ რაღაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ითხოვდეს რაიმე ქმედებებს ან რაღაც, რა ვიცი, ბოლოს და ბოლოს წიგნები მაინც შექონდეს, იმიტომ რომ ეკრძალებათ იქ ქართული წიგნების გამოყენება, ხო? და მეორე არის თუ არა ეს ნაბიჯი იქეთკენ მიმართული, რომ საბოლოო დეოკუპაცია მოხდეს, მაგალითად მოხდეს ადამიანებს შორის შერიგება და ასე შემდეგ, ხო? სამწუხაროდ ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელიც ყელამდე ჩაფულია. მაგრამ არსებობს შერიგების სამინისტრო და კობახიძეც ამბობს, რომ ჩვენ მივმართავთ გარკვეულწილად რაღაც ღონისძიებებს, რაც ემსახურება სწორედ აი ამ მიზანს, რომ შერიგება მოხდეს და იქ მცხოვრები მოქალაქეების გავყვეთ მაშინ ავნაცეს, ხო, თუ მართლა ამისთვის იყო ეს ნაბიჯები გადადგმული, რატომ არ პროაქტიულად არ გააცხადეს მათ, რომ ისინი ამ ქმედებებს ახორციელებენ, ხო? რა ვიცი, ჩვენ ვიცით, რომ ათეულობით წელია საქართველოსდან ელექტროენერგია მიდის აფხაზეთში, ხო? ვიცით ეს ფაქტად ვიცით, ხო? ეს მოცემულობაა, ხო? იქ თქვა ძველი ხელშეკრულებები ასე შემდეგ და გარკვეული საკითხები, თუმცა ვიცით, რომ ესეთი რაღაც ურთიერთობა არსებობს, ხო? დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან. რატომ არ იქნა ეს საკითხი გაჟღერებული მანამდე? თუმცა საკითხი რა არის, იცით? ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელიც არის ჩაფლული ბოლომდე კორუფციაში. ეს არის დადასტურებული ფაქტი, გუშინდელი ფაქტი კმარა ამისთვის, როდესაც ნახეთ, რომ რომეო მიქალუტაძეს რა უთქვამს სასამართლოზე, რომ ჩემოდნებით მიქონდა თურმე ლილუაშვილთან ფული, ხო? ასეთი ხელისუფლება რო ყავს, ეს სისტემა ხო არსად არ წასულა, ისევ არის ეს სისტემა. დარწმუნებული ვართ, რომ ნებისმიერი მათი ქმედება მიმართულია იქეთკენ, რომ გააკეთონ რაც შეიძლება ბევრი ფული. და დარწმუნებული ვართ, უბრალოდ ეჭვი ყოველ შემთხვევაში გვიჩნდება, ხო, როდესაც ასეთ საკითხს აკეთებ ჩუმად, არეუბნები შენ საზოგადოებას, ამ საზოგადოებას არეუბნები იქ მაცხოვრებელ საზოგადოებას, რომ ასეთ ქმედებას აკეთებ, ესე იგი აქ ის ორი მიზანი კი არა, რომელზეც ვისაუბრე, სავარაუდოდ არის დიდი ფულის შოვნის მიზანი, რაც რა თქმა უნდა საქართველოს მაყურებელს ვეთქვი, რომ ზოგადად ეს ამბავი გავრცელდა ოკუპირებული აფხაზეთიდან და შემდგომ უკვე კითხვაზე პასუხად დაადასტურა მოქალაქეების მხრიდან სოცქსელში იქნა პირველ ეტაპზე ეს გავრცელებული და არა რაღაც მათი წარმომადგენლებიდან, ხო? ხო, წარმომადგენლებს არ გულისხმობ, ანუ მთავრობას ეს მთავრობას მხოლოდ დადასტურება მოუწია კითხვაზე პასუხად. კი ბატონო. და თქვენი აზრით, ანუ ეს უკვე მიანიშნებს, რომ მათი ინტერესში არც იყო ამ ამბის გახმაურება. და რატომ უნდა მალავდეს ამას? ხო, ჩვენ მრავალი კითხვა გვაქვს, არა მარტო ეს თუ რატო გააკეთეს. უბრალოდ მე ვცდილობ იმის გარკვევას პოლიტიკოსები, როცა აი ზუსტად ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ ერთია რა განწყობა გაქვს ხელისუფლების მიმართ და ამ განწყობიდან გამომდინარე აფასებ მის ყველა ნაბიჯს და მეორე მართლაც არსებობს თუ არა რეალური ეჭვი. და როცა მოქალაქეებს ეუბნება, რომ ეს ჰუმანიტარული დახმარება და ჩვენ ვეხმარებით იქ მოსახლეობას, რომელსაც შეფერხებით აწვდიან ახლა საწვავს, რა კითხვებია საჭირო, უბრალოდ რა პასუხები, რა ინფორმაცია საჭირო, რომ მოქალაქეებისთვისაც ეს ეჭვი არ საჭირო იყო ამ ჰუმანიტარული დახმარების გასაიდუმლოება. ვინ არის კონტრაქტორი მხარე, რომელიც თვითონ გამოვიდა რამდენიმე დღის შემდეგ და ხელისუფლება მას არ გვეუბნებოდა, ჰქონდა თუ არა მას შესაბამისი ნებართვები, ვისთან დაიდო კონტრაქტები, აი ის ეჭვები რაც წარმოიშვება, ხო? აი ვინ იყო მეორე მხარეს ხელშემკვრელი მხარე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, მთელი რიგი საკითხებია ხა ერთი ტერიტორიიდან მეორე ტერიტორიაზე რო გადაგაქვს საწვავი, აი თუნდაც არაოკუპირებულ ნაწილზე ვთქვათ, ხო? მაგალითად, თბილისიდან მიგაქვს ქუთაისში საწვავი, ხო? უამრავი საკითხია, რასაც დროს გადიხარ, ხო? ის არის ხელშეკრულება, ეს არის საგადასახადო საკითხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? როდესაც გადაიტანეს ამ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეს საწვავი, ეს საკითხები როგორ დაარეგულირეს, რატომ დამალეს?
არის. ესე იგი, აქ ჩნდება სწორედ ის ეჭვი, რომ აქ არის ფულის შოვნის და არა რაღაც ეროვნული ინტერესების საკითხი, თორე ჰუმანიტარულ დახმარებაზე არავინ არ ამბობს წინააღმდეგობას და არავინ არ წევს ამას წინააღმდეგობას. მეცაც გეტყვით, წლებია ჩვენ ვიცით, რომ იმ ტერიტორიიდან გადმოდიან ადამიანები სამკურნალო და პრაქტიკულად უფასოდ მკურნალობენ, ხო? ოდესმე გინახავთ ქართულ ოპოზიციას ამაზე ეთქვას, რომ ეს რატო კეთდება. არა, რა თქმა უნდა, პირიქით შესაძლოა უფრო აქტიური ნაბიჯებიც იქნეს გადასადგმელი ამ ხალხის მეტი ინტეგრაციისთვის, თუმცა რაც ჩამოვთვალე ხა აღარ გავმეორდებ, რომ მთელი ეს საკითხები, რომ ამ ყველაფერს აკეთებ ჩუმად, რა თქმა უნდა, ბადებს ეჭვს და დღემდე ეს ეჭვები, რომ რაღაცა დიდი კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს სულ მცირე სავარაუდოდ საკითხი, ამ ეჭვებს, რა თქმა უნდა, კობახიძის ეს განმარტება ვერანაირად ვერ ფარავს. ერთი კითხვა მაქვს, მოსაზრება რომ შესაძლოა რუსეთს ხმარდებოდეს ეს საწვავი და მოსაზრება რომ ფულის შოვნა ხდება. ანუ კონკრეტული ბიზნესმენის მიერ იყიდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავი 400 ტონა და ანუ კორუფციული გარიგება უფრო თუ რუსეთისთვის დახმარება. ანუ თქვენ უფრო კორუფციისკენ იხართ. ჩვენ რომ ამაზე ზუსტი პასუხი გავცეთ, ამისათვის გვჭირდება ინფორმაცია, ხო? ჩვენ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ იმ სავარაუდო რისკებზე, ეჭვებზე, რაც ამ ყველაფერს თან ახლავს, როდესაც არის ეს ყველაფერი დამალული და რაღაც ჩუმად გაკეთებული და შემთხვევით გაგებული საზოგადოების მხრიდან, ხო? კი, და დაუშვათ ხდება ეს რუსეთის ხელში. აი რა გვიცავს ამისგან. ამიტომ ამბობ, რომ უნდა ვიცოდეთ, მაგალითად, ვინ იყო მეორე მხარეს ხელშემკრელი. ან შემდეგი საკითხი იმისათვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები იქნას დაცული. ხომ არ მოხდა ეს ყველაფერი იმის გამო, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლა მოეხდინა რომელიმე რუსულ კომპანიას. ეს ხო ჩემი და თქვენი ინტერესიც არის, იმიტომ რომ თუ საქართველოს სახელმწიფო ჩართული იქნება ამ საერთაშორისო სანქციების გვერდისავლაში, მეორადი სანქციები შესაძლოა ნებისმიერ ამ ქვეყნის მოქალაქეს დააწვეს მძიმე ტვირთად. ამიტომ ეს კითხვები არსებობს საზოგადოებაში, ეს კითხვები მაქვს მეც, ეს კითხვები გაქვთ თქვენ ჟურნალისტებს და კეთილი უნდა ინებოს კობახიძემ და ამ ყველაფერზე უნდა გასცეს პასუხი. ეს არ არის უბრალო საკითხი, რომელზეც რაღაც ერთ დღეს ვიტყვით და მეორე დღეს აღარ გვექნება ამაზე კითხვები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ეროვნული ინტერესების საკითხი. თქვენ რომეო მიქაუტაძე ახსენეთ, საკმაოდ საყურადღებო იყო გუშინდელი სასამართლო პროცესი, სადაც ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ის ბიზნესიდან იღებდა ფულს და ქეშად მიჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილთან. ისიც თანამდებობის პირი იყო და ასე მოხდა მისი ჩვენებით, მოკლედ ლილუაშვილთან დაკავშირებით ახალი ამბის გაგება. ეს ერთია, რომ გვესაუბრება ეს ფაქტი კორუფციულ გარიგებებზე და მათ შორის ბიზნესის ეწოლაზე, თუმცა როცა სასამართლოში ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა ხდება, ზოგადად რას გვეუბნება ეს ქართული ოცნების და მისი წევრების ბუნებაზე? ხო, აქ ხო რაღაცა კორუფციასთან ბრძოლა არ არის და ეს კორუმპირებული სისტემა არსად არ წასულა, ისევ აქ არის და ისევ იგივენაირად ხდება ფულის აღებმიცემობა, თან აღვირაღსმილი, გაუგონარი კორუფცია. ზოგადად ეს ფაქტი, რომ ეხლა რამდენიმე მათგანი არის დაკავებული და სხვა არც თუ ისე ცოტანი და მაღალი თანამდებობის პირები, ერთადერთზე მეტყველებს ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება, როდესაც ერთმა კლანმა ქართულ ოცნების შიგნით დაამარცხა მეორე კლანი და ხდება ახლა მათი გასამართლება, ხო, რავი, ლილუაშვილთან დაკავშირებით თუ ესეთი მტკიცებულებები არსებობდა, სუსის უფროსი რო იყო რა, მაშინ რა უშლიდა ხელს, რომ ის წინააღმდეგ დაწყებულიყო დევნა, თუმცა მაშინ მათი სისტემის ნაწილი იყო და მათ საქმეებში იყო გასული, თუმცა როდესაც გაიმარჯვა ამ სხვა კლანმა ქართული ოცნების შიგნით, მოხდა ის, რომ დაიწყო მათი ეგრეთ წოდებული სამართლებრივი დევნა, ეხა რთულია, ხო, ისაუბრო რაღაც მტკიცებულებებზე, როდესაც სასამართლო დახურეს და თქვენც კი არა გაქვთ შესაძლებლობა, რომ მიიღოთ ეს ინფორმაცია. ზოგადად რაზე მიანიშნებს ეს ფაქტი? მიანიშნებს იმაზე, რომ ქართული ოცნება, რომელიც თავიდან ბოლომდე უბრალოდ კორუფციით საზრდოობს და ამ ფულით ხდება შემდეგ მათი პოლიტიკური მიზნების განხორციელებაც, თქვა საარჩევნო მიზნების და ასე შემდეგ, ამ ჩვევას ვერ დაანებებს თავს, იმიტომ რომ მათი სისტემა, ეს რუსული სისტემა, სხვა კი არაფერი არ არის, მარტო რაღაც თქვა რეპრესიები კი არ არის, რუსული სისტემა არის ეს, რომ კორუფციაში გასვლილი ადამიანები უნდა ყავდეს და შავი ფული უნდა გქონდეს იმისათვის, რომ შენი სხვადასხვა შაბნელი მიზნები შემდეგ დაასპონსორო, ხო? ამისთვის სჭირდებათ ეს ფული. თუმცა უნდა ვისაუბროთ ასევე იმაზე, რომ აი ეს კორუფცია
ეს არ არის უბრალოდ რაღაცა ჰაერიდან მოტანილი რიცხვები ან ასე შემდეგ და თქვათ ის რომ არ გვეხება, თითოეულ ჩვენგანს ეხება და ამის კონკრეტული მაგალითები არსებობს. აი, მაგალითად მინდა გითხრათ, როგორ მიდის ამ კორუფციული სქემებიდან მოპარული ფული, როგორ აკლდება თითოეულ მოქალაქეს. კორუფციიდან მოპარული ფული არ დააკლდება მინისტრს, იმიტომ რომ ის ყოველთვის იშოვის იმ თანხას, რაც მას სჭირდება. ეს აკლდება ამ ქვეყნის ყველაზე ღარიბ მოქალაქეებს, იმას, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა განათლების, არ აქვს შესაძლებლობა იმისთვის, რომ მიიღოს ელემენტარული ჯანდაცვა, არ აქვს შესაძლებლობა, რომ ნორმალური საკვები მიიღოს და ასე შემდეგ. ამიტომ არის ამ ქვეყანაში საოცარი მიგრაცია, გარბიან ქვეყნიდან ადამიანები. აი, მაგალითად, ბოლო მონაცემების მიხედვით 2020-25 წლებში 22,727-მა ბავშვმა დატოვა სკოლა იმის გამო, რომ წავიდა ემიგრაციაში. ასევე ბოლო მონაცემების მიხედვით 45%-ს მოსწავლეების არ აქვს სასწავლო მასალა, 35% ბავშვებისა ვერ იკვებება სკოლაში. თუმცა რა გაიზარდა ამ ხელისუფლების პირობებში? გაიზარდა ჯარიმები, რომელიც მაგალითად ბოლო 6 თვის მონაცემებით თითქმის 150 მილიონამდე ავიდა მანქანის ჯარიმებთან დაკავშირებით, რომელიც შარშან იმავე პერიოდში იყო 96 მილიონი. 50 მილიონით დაახლოებით 50%-ზე მეტით გაზარდეს მანქანის ჯარიმები, რომ რაც შეიძლება ბევრი ფული აიღონ და რაც შეიძლება კარგად გაძარცვონ ამ ქვეყნის მოქალაქეები. ამიტომ უნდა გვესმოდეს, ამ ქვეყნის მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს კორუმპირებული სისტემა არსად არ წავა. ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება ბევრი ფული იშოვონ, ხოლო ამ ქვეყნის ღარიბი მოქალაქეები დატოვონ კიდევ უფრო დიდ სიღარიბეში. კორუფციას ხედავთ მთავარ პრობლემად, მათ შორის გუშინ და ბოლო პერიოდში მომხდარ წყალდიდობებში, რომელიც არა მხოლოდ თბილისში მოხდა, არამედ თელავშიც და სხვა რეგიონებშიც ხდება. და ზოგადად თქვენ რომ იყოთ ახლა მაგალითად ხელმძღვანელობა მერიის თუ დედაქალაქის, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოქალაქეები ყოველწვიმაზე არ აღმოჩნდნენ ამ საფრთხის წინაშე? ძალიან კარგი კითხვა. ჩვენ რომ ვიყოთ ხელისუფლებაში, როდესაც დავინახავდით ერთხელ, რომ არის პრობლემა სანიაღვრე სისტემის და ხედავთ, რომ უბრალოდ წვიმაზეც ქალაქში ქუჩები, სახლები იტბორება, მეორე დღესვე დავიწყებდით მუშაობას, რომ ეს აღარ მოხდეს. წელს მოხდა მხოლოდ ამ ქალაქის ქუჩების დატბორვა, შარშან იყო, 5 წლის წინ არ იყო? რა გააკეთა მერიამ? გააკეთა ის, რომ სანიაღვრე მერს ნათქვამი, რომ აი ეს მიწისქვეშა კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი პრობლემა დედაქალაქისთან წლების განმავლობაში და როცა რეაბილიტაცია იწყება ქუჩების, იწყება სწორედ ამ კომუნიკაციის განახლება. 14 წელია ხელისუფლებაში არიან. მათ რომ სურვილი ჰქონდეთ ამ ქალაქის მოქალაქეებს ან ნებისმიერ სხვა ქალაქის მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესება, სანიაღვრე სისტემის მოწყობა არ არის იმ სირთულის და ესეთი რაღაც საოცარ ტექნოლოგიებს არ მოითხოვს, რომ ვერ გააკეთო, ხო? ამ ქალაქის შუაში გადის დიდი მდინარე და ქუჩიდან უნდა გადაიტანო წყალი იმ მდინარეში. ჩვენ არ ვითხოვთ მარსზე გაფრენას, ვითხოვთ წყალი წაიღონ ქუჩიდან მდინარეში. და ხელისუფლება, როდესაც გეუბნება, რომ 14 წელი ამას ვერ გააკეთებს, ის არის უუნარო ხელისუფლება, სულ მცირე. თუმცა არ არის მხოლოდ აქ უუნარობა. აქ არის ის, რომ სანიაღვრე სისტემებს ზედ დააშენეს კორპუსები. წლების განმავლობაში, როდესაც ვაპროტესტებდით სხვადასხვა მშენებლობებს, აი მაგალითად 2020 წელს მე დამაკავეს იმის გამო, რომ პარკში მშენებლობას ვაპროტესტებდი და რატომ აპროტესტებ პარკში მშენებლობას? იმიტომ რომ პარკი უნდა ამ ქალაქს. სჭირდება სანიაღვრე სისტემა, ქუჩები სჭირდება, ტროტუარები სჭირდება და ყველგან კორპუსების დაშენება არ შეიძლება. როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ხელისუფლება მაგრამ მაინც მე მგონია, რომ პარკების სიმცირეს არ განიცდის ეს ქალაქი, შეიძლება დამეწუნეთ ევროპულ ქალაქებთან შედარებით ძალიან მცირე გამწვანებული ტერიტორია გვაქვს და პრაქტიკულად არც კი გვაქვს, ხო, ეხლა ბოლო რაც იყო იპოდრომი, რომელიც თითქოს უნდა გადაეცათ ხალხისთვის, იქაც კი მშენებლობებს აპირებენ. ეს ხელისუფლება როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ზრუნავს ხალხზე, როდესაც მაგალითად დიღომში გაყვანილ მეტროს ხაზს, რომელიც იყო გაყვანილი კომუნისტების დროს, იმასაც კორპუსები დააშენეს. ზემოდან ეს კორპუსები ხა შემთხვევით თუ არ ამოდის, ხო? აქ არის სავარაუდოდ დიდი კორუფციული გარიგებები და ისევ და ისევ ხალხის ძარცვის ხარჯზე მდიდრდებიან ჩინოვნიკები. ხო, აი როგორ უნდა დავიჯერო იმ მერიის, რომ გაიყვანს ტრამვაის, რომელსაც არ შეუძლია გაიყვანოს სანიაღვრე ქსელი და ყოველი უბრალო წვიმის დროს ადამიანები აღმოჩნდნენ გაუსაზღვრეს მდგომარეობაში. აი დღესაც არის წვიმა მოსალოდნელი და ადამიანები არიან შიშის ქვეშ, რომ რა ვიცი, მანქანით გადაადგილდებიან და
შესაძლოა დაეტბოროთ მანქანა, სახლებში არიან და შეუვარდება წყალი, გუშინ უსმენდი ადამიანს, აი გული დამეწვა, რომ იყო 1 მეტრის წყალი ლამის მის სახლში, ხო? იქ ბავშვები ცხოვრობენ, მოხუცები ცხოვრობენ, ტრაგედია მოხდება და შემდეგ გამოვლენ და იცით რა, ხა ტრაგედიაზე ნუ დაიწერთ ქულებს. ქულებს კი არ ვიწერთ, იმის გამო რომ არ მოხდეს ტრაგედია, ხელი გაანძრიოს ხელისუფლებამ, სანამ მაინც ხელისუფლება ქვია და სანამ ეს რესურსი აქვს, რომ რაღაც გააკეთონ, ცოტა ნაკლები მოპარონ ამ ქვეყნის ხალხს, არ ვამბობ რომ არ მოპარო, იმიტომ რომ ხოც რომ უთხრა ფული არ მოიპარო, ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ მათი ბუნებრივი მდგომარეობა ფულის მოპარვა შედარებით ნაკლები მოიპარონ და ელემენტარული საჭიროებები მაინც დაუკმაყოფილონ ამ ქვეყნის მოქალაქეებს.